2026 წელი მსგავსად გასული წლებისა საკმაოდ რთული საპროგნოზოა ეკონომიკის თვალსაზრისით. დიდწილად ყველაფერი მიუთითებს, რომ ვითარება, ანუ მაკროპარამეტრები იქნება გრადი გაისადაც, იქნება მეტნაკლებად ადეკვატური და არა რაღაც გაბერილი ეკონომიკური ზრდა. გამოწვევად დარჩება მაღალი ფასები, რომლის დარეგულირება შეეცდება ხელისუფლება. ჩვენ კი შევეცდებით ამ და სხვა ამბების გაშუქებას. ხელისუფლება შეეცდება, რომ არ ქონდეს დეფიციტში მუდმივი გარღვევა, ამიტომ ცალკეულ მათ შორის რამდენიმე უტოპიურ, ზოგიერთ კორუფციულ პროექტებზეც კი იტყვის ვარს. თითქოს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო აუცილებლად დაასრულებს გასულ წლებში გაწელილი პროექტების დიდ ნაწილს, რომელთა განუყოფელი ნაწილიც მინდა გითხრათ იყო კორუფცია და კაპიტალური დანახარჯებიც. შესაბამისად 2026-ში მოიმატებს და ეს ხარჯები შეივსება, რაც დანაკლისში იყო 25-ში. ხო, მართლა. მარტო ერთ დეტალს ვიტყვი, გუშინდელი გვიანი საღამოს გამოსვლიდან პრემიერ-მინისტრისა, მან მთავრობის თომა გამართა საღამოს 8 საათზე. აი რო წარმოიდგინოთ ქართული ოცნების მმართველობის კორუფციის მასშტაბები. ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობს თავად, ჭარბი დასაქმების სრულების ეკონომიამ შეადგინა 56 მილიონი ლარი. შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის დანაზოგი 646 მილიონი ლარია. ჭარბი დასაქმების პრაქტიკის სრულებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მილიონი ლარი. ან 56 მილიონი ლარი იყო თანხა, რაც მარტო საქართველოს რკინიგზიდან იწეოდა მარცხნივ იმ რამდენიმე ათეულ ოჯახში, რომელიც მმართველ პარტიასთან იყო და ნაწილი დღემდე რჩება დაახლოებული. კორუფციული საქმეები იქნება 2026 წელსაც მთავარი თემა, და ცხადია მედია მუდმივად იქნება თქვენთვის ამ სისტემური დანაშაულებების პერსონიფიცირებულად შემახსენებელი ფუნქციის როლში. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელი ქართული მედიისთვის ერთ-ერთი ურთულესი წელი იქნება და იმედია ესეც წარმატებით გადაგორდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით ნამდვილად ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა. მთლიანი შიდა პროდუქტი 2.1% შეადგენს. სხვა შორის სავალუტო რეზერვების გარდა თუ გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება, ანუ სავალუტო რეზერვების შევსება, ის 6 მილიარდზე ავა, ამას დიდი ხანია ვამბობთ ჩვენ. მე არ შემიძლია არ გამოვყო, რაც გითხარით, მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური ბალანსი. ანუ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა თითქმის 400 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტთან თანაფარდობა წლიურ წილში 3.5% პუნქტით გაუმჯობესდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 3.3%-ს მიაღწია. ლარის გამყარების წინაპირობებს შორის უმთავრესი ეს არის და ეს არ გამოგჩნდა საცვალოში. რაც შეეხება ბიზნესს, აქ ბევრი აფერი შეიცვლება. ის ტრადიციულად ინერციულად მიყვება განვითარებას, იმ ტემპს და წესებს, რაც დაწესდება საქართველოს მთავრობის და ხო, უშიშროების სამსახურის მიერ, რომელიც მათ შორის მედიის მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობდა წინა წლებში და ეხლაც აგრძელებს მუშაობას. ბევრ კომპანიაში შეიცვლებიან აქციონერები ბიზნესში. და ესეც მეტწილად ეხება კომპანიებს, რომელთა მოწილეები იყვნენ ხელისუფლებისგან ხელდასმული პირები. გამოწვევებს შორის დარჩება გაურკვევლობა და ზოგადად გაურკვევლობის მაღალი დონე და გაურკვევლობა მომავალი გარედან. მსოფლიო არეულობას გულისხმობ და შიდა უამრავი გამოწვევა, რაც უმეტესწილად როგორ ვთქვა, საზოგადოებას ჩუმი დეპრესიის პირობებში ამყოფებს. საზოგადოებაში ხალისის დაბრუნებაზე სამწუხაროდ არ ფიქრობს არავინ, შეიძლება ეფიქრა, მაგრამ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება არ სურთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მაინც სისუსტის ნიშანია. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ქვეყანა ახალ წელს აემდენი პატიმრებით და სრულიად ამოყირავებული უსამართლო კანონებით და სასამართლოდ იხდება. უარესია, რომ პერსპექტივა ამ ვითარების შეცვლისა არ ჩანს და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში არავის ეყოფოდა უნარები დაეყენებინა საკითხი წინა საახალწლო ამნისტიის შესახებ. არის თუ არა დამაიმედებელი რაიმე ამ ვითარებაში? ცხადია არის. და ეს არის ის, რომ უარესისთვის გაგვიძლია. და 2026 წელსაც გაუძლებთ, როგორც გამორჩეულად ამტანი ერი პლანეტა დედამიწაზე.